ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მერე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო კარგად გეძინა? თავი კიდე გტივა ბიჭო. ალო. შენი აზრით ჭერში კუბიკებს რამდენი წახნაგი ექნება? ჩვენ ჭერზე კუბიკები არ არის. წარმოიდგინე რომ იყოს. წახნაგები არ ვიცი, მაგრამ ეხლა წიბუები რო არის ხედავ. მაგათ შორის ბავშვობიდან ვერ ხვდებოდი რა განსხვავება იყო. მე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი, მაგრამ არასოდეს არ ვითვლიდი ჭერზე წახნაგებს. ალბათ წიბოებიო? ვიცი რა, რაც არის, რა წიბუები. ამას ბევრი არ აკეთებს. ეს მამაჩემმა მასწავლა. მეუბნებოდა რომ თუ გინდა დრო მალე გავიდეს, ჭერში კუბიკებზე წახნაგები დათვალეო. ეც მეგონა რომ თუ მალე დავთვლიდი და ზუსტ რიცხვს გამოვიყვანდი, დაბრუნდებოდა. ან დავიმსახურებდი რომ დაბრუნებულიყო. ეს იმიტომ რომ წახნაგებს რო ითვლიდი და არა წიბუებს, აი მაგიტომ გაგიგზავნა. ეხლა რას ფიქრობ? ალბათ გაბრიელიც რომ გაიზრდება, მომიწევს იგივე რაღაც ვასწავლო. გაბრიელი შენი ბიჭია რა? კარგი რა ბიჭო, კარგი, რეებზე მელაპარაკები რა. ტიპიდან ჩავედი ექიმებთან. ვიმაიმუნე, ვიპრანჭე. სანამ ერთი შეკრა შოკოლადი არ ვაჩუქებინე. მეთქი ავალ ჩემ პალატის მეზობელს გავახარებ, გავამხიარულებ მეთქი ეს რეებზე მელაპარაკება რა. ბოდიში ჩემო ძმაო, ბოდიში რომ ასე მარტო დამტოვე ამდენ ხანს ამ სიჩუმეში. იცი რა, არ გეთანხმები. არ გეთანხმები, მაშინ რომ შენ შულსაც უნდა ასწავლო ციბო წახნაგების თუ არა. აი რა. ბავშვობაში ბევრი რამ ცუდი ხდება. მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ. აი დიდობაში რასაც შავიდენთ, ამაზე პასუხისმგებლები ვართ, რა. პასუხისმგებლობა ადრეს დაუბრალებიათ ჩემთვის. უნდა მომისმინე რა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის. შემომხედე მე ხო ცოცხალი ვარ. ცოცხალი მაგალითი ვარ, ჩემი რა არ გჯერა? გამიჯერი რა. აბა რაზე მიყვები მაშინ ამ ყველაფერს? მოგიყევ, იმიტომ რომ მეჯერ შენი ნახვა აღარ მომიწევს. ერთი შეკრა შოკოლადი ამოუტანე. კიდე არ ჯერა რომ ამაშიც კარგი მოვიდა. მოგეშინია. ხოლო დაგიპოვე. აუ ბევა მთელი ოთახი გადავქეკე და არც არ არის. ვიპოვით. აუ, რა ვერ ვიპოვოთ?
ვიპოვეთ, ბებო, ფეხს ხო არ აიდგამდა. აუ, რო ვერ ვიპოვთ, რომ უნდა უთხრა მასწავლებელს. ვიპოვით, მაგრამ თუ ვერ ვიპოვეთ, მე დაურეკავ მასწავლებელს. რამე ოჯახური ექსპედიციაა და მე მომტეხეთ? ელენეს რვეული სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს და თუ წამომატებლად თანთავდა, მაშინ გამოგიძახებთ დამხმარე ძალას. კი, მაგრამ რა რვეულია ეგეთი? ჩემი ქართულის რვეულია, სადაც დავალება მიწერია და დღეს უნდა ჩავაბარო. ქალბატონო ეთერ, მე მგონი სამძებრო სამუშაოები ჩემ ჩართულობას მოითხოვს, ხო? კი ბატონო, გეთანხმებით. იცი სად არის? კი, მამიკო. მასწავლებელმა დამერეკა გუშინ და აქ დარჩაო. მერი რატო არ მითხრა? მამიკო, მალაპარაკე. ისეთი აღფრთოვანებული იყავ იქით ის სახლით, რომ სიტყვა ვერ ჩავაყვეხე. ო, ბე, იცი რა მაგარი სახლი აქვს ქეთის? არ მომიყოლია შენთვის. ხო, არ მოგიყოლია და მოდი ახლა მოემზადე და თუ კიდე მომიღები. იცი რა მაგარი გოგოა ქეთი? ვიცი, ბებო, რამდენჯერ უნდა მითხრა. ეხა გავიგე, დედას რატო არ მოგუბრებოდა? მამე, მზად ვარ. მოდი ვარ. Hey. ეს ყველაფერი მოგაქვს? არა, ჩამოვიტანე და ავიტანე ხა უკან. რატო ბევრია? ბევრი არ არის, მაგრამ საცხოვრებლად თუ გადავდივართ, მე მაწყობს. შენ არ იცი რამდენი რაღაც შეიძლება დაჭირდეს ადამიანს ორ დღეში. მაგას გავიგებთ ორ დღეში. ის ამ სიმძიმე მარტო რატო ატარი ამ საშუალეზე? მოგიხმარებოდი, მოვიდოდი საფრთხე. მე არ იყო მძიმე. გემძიმე შენ? მე არა, მაგრამ შენ არ უნდა გეტარები. რამდენიმე საათი გაუნძრევად უნდა ვიყო მანქანაში და წინასწარ გამომოძრავდი. აბა, მოგახსოვს, შემდეგში მუსიკას მე მოგასმენინებ. ვაიმე, გთხოვ, მგზავრობის დროს არ ჩართო მძიმე მეტალი და რო ჩავალთ, სულაკ იყო ჩართული. გზავრობის დროს რატო? ორავი პატარა დისკომფორტზე შეიძლება სულად გავხდე. კარგი, რაც გინდა ისჩავდოთ. კარგი. დავედით? აი ამდენ ხალხს მე ვერ დავპატიშებ. რატომ ითო? ბევრია და იმიტომ. როგორ? ჩვენ ბებიაჩვენმა ერთად გავგზავნა. ეს მარტო მე შევიქენე. თუ კაცმა ნათესავის ფასი არ იცის, იმ კაცს ჩალის ფასიც არ აქვს. აი ამ სიიდან ნახევარზე მე საერთოდ არ ვიცნობ. იგი მის ბრალია რომ ბებოს სალამობით ბირჟაზე არ დავყო. ნუ ბოდიალობ ერთი რა. კარგი. მითხარი ვინ უნდა ამოშალო ამ სიიდან? ვინ არ ჭირდება? აი მაგალითად მზია. აი რა საჭიროა? რასა, ბიჭო. თელი სოფლის ჭორიკანა ეგ არის. მაგარ უნდა მოდოს თელ სოფელს ხორცელი სამყავი. მაგის მაგიდას განსაკუთრებულად უნდა მოვუაროთ, გაიგე? კარგი. და აი ეს გოდერძის ნათია და ნუნუ. ბიჭო. ბაბუაშენის დის ქმრის მამიდაშვილებსაც ვეღარცნო. ბაბუაშენი რო ცოცხალი იყოს, ახლა მეორეჯერ მოგვდებოდა. დავიღალე რა. მთელი მოდგმა უნდა დავპატიშო? აბა რატო ეხთი ქორწილს? იმიტომ ვქორწინდები, რომ მიყვარს ნინი. ხო გაიგე? ზვიად შემოძმო. შენ თუ ეგ გოგო გიყვარს და მეტი არავინ გაინტერესებს, მაშინ ეს ხალხი თალიანად უნდა დავპატიჟოთ. და ეხლა თუ მეორეჯერ აპირებ ქორწინებას, აი გავყოთ ექსეა შვაშა. ებს ბოდიალობ შენ. რა მეორეჯერ ქორწინებას?
მაშინ დაჟექი და ნუზუზუნი. აუ რა. აი სიყვარულს რა უთხარი რომ ამ ხელა მსხვერპლზე მიწევს წასვლა. აბა. და ის წური კანთ მიგრიკა ვინ არის? ვინა? წური კანთ მიგრიკა. წური კანთ მიგრიკა. ეგ შარშანი მოგდა ვიჯო შეგიძლია წაშალო. მოგზანდით. გამარჯობა ბატონო გიგა. შეიძლება? შემოგზანდით. მეძახით ხო? როგორ ხარ ანნა? კარგად. თქვენ? რა ვიცი, რაღაცა პატარა საქმე მქონდა და აი მეილის მოწერას ვიფიქრე ესე უცებ ვეთქვე მეთქი. რა თქმა უნდა. მადლობთ. რიგზეა ყველაფერი? კი, ყველაფერი კარგად არის. სწორედ აი ამიტომაც დაგიძახე. მაინტერესებდა ჩემი ერთ-ერთი მომხმარებელი თუ გახსოვს. ისრაელში აქვს ბიზნესი. ბატონი კონსტანტინე. კი, აი ხსომები. მახსოვს რა დამავიწყებს. სწორედ ამაზე მინდოდა საუბარი, რომ ეს კოტე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომხმარებელია და მისი კმაყოფილება ჩვენს ინტერესებში შედის. ყველა მომხმარებლის კმაყოფილება შედის. არა, უბრალოდ რა თქმა უნდა, ყველა მომხმარებლის კმაყოფილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ბატონი კოტეს იცოდა კიდევ უფრო მეტად. გასაგებია. და ჩემგან რა არის საჭირო? მოკლედ, ბატონი კოტეს ფინანსური საკითხები ყველაფერი შენ უნდა შეებარო. რადგან ერთხელ უკვე შენზე მომივიდა და დებითი შეფასება, მოკლედ მირჩევნია რომ აღარ გავრისკო. ბატონო გიგა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის. მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ იცით, მე მაინც დამწყები ვარ და იმდენი კარგი ფინანსისტი ყავდა. რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში შენ ხარ საჭირო. ესე იგი გადაწყვეტილი ყოფილა ყველაფერი. კარგი, მიხარია რომ პრობლემა არ გაქვს. მოკლედ, მე ხო 5 წუთში თათბირზე შევდივარ და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება, ნებისმიერ დროს შეიძლება შემოხვიდე, კარგი? კი ბატონო, ან მეილს მოგწერთ. კარგი. კარგით. ნახვამდის. მე გითხარი შენ, რომ შენ ჩემთან შანსი არ გაქვს მეთქი.